მე ვარ ნიტა ცენტერაძე 7 წლის. სწავლობ სუაღელის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა და სიმღერა. უფრო მიყვარს ხატვა და ჩემი თვითსწავლე. მე ვიცი სისარტყელის ხატვა, ყვავილის ხატვა, სახლის ხატვა და მაგიდის ხატვა. ყველაზე ძნელია მაგიდის სახატვა. ყველაზე ადვილია სახლის სახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი. არ მიყვარს შავი, იმიტომ რომ ბიჭისფერია. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებზე, სახლში მაქვს 5 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მასწავლებელს ვაჩვენო. მე მინდა მოვაწყო ჩემი ნახატების გამოფენა. ეს გამოფენა მინდა მოვაწყო სახლში. ვის ავპატიშებ? ჩემ დას, ჩემ მეორე დას, დედიკოს, მამიკოს, ბებიას და ბაბუას. განსაკუთრებულად დავაპატიჟებ მაკადეიდას. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კლასელები ჩემი მეგობრები არიან და მეთამაშებიან. ჩემი საყვარელი თამაშია ექიმობანა. ბავშვობაში თოჯინებსაც ვეთამაშებოდი ექიმობანას. ზოგჯერ ახლაც ვთამაშობ თოჯინებით. ჩემს საყვარელ თოჯინას ქვია ბაჭია. ძალიან ჭკვიანი და ჯამჯერი თოჯინაა. ზოგჯერ ვითომ ხდება ავა. ამ ბოლო დროს აქვს მაღალი წნევები. მე უკვე ვიცი ნემსის გაკეთება. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული ილონა ქათამაძეა. ყველაზე ჭკვიანია ლიზი ფარტენაძე. ყველაზე მშვიდიანია. ყველაზე ცეცხლია რეზი ფარტენაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია და მეგობრული. მეგობრობა არის რაღაცას რომ გავუნაწილებ, რომ ეთამაშები, რომ რაღაცას ათხოვებ, რომ ადგილი რომ არ არის შენთან ერთად დააჟენ. მე ახლა მყავს 4 მეგობარი და კიდევ მინდა 1. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. მე უკვე ვისწავლე ყველა ასო. ყველაზე მეტად მომწონს სასუმგერა იმიტომ რომ ადვილი და საწერია. არ მომწონს სულ, იმიტომ რომ ბევრია და ადვილი და საწერი არ არის. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ნატო მასწავლებელი. მე ხვდება კარგად მასწავლის და მეცადინებს. რომ გავიზები, მინდა გამოვიდე ექიმი. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი და ჩემი მეორე და დედიკო, მამიკო, ბებია, ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს 2 ძმა. მამიკო არის ჭკვიანი, ვაშკაცი და სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი და თბილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. საყვარელი მოთმინეა მაშა და დათვი. მე ასევე მიყვარს სიმღერა და დავდივარ სტუდიაში. უკვე 2 ჯერ მქონდა კონცერტი. კონცერტი მინდა მქონდეს პარიზში. ჩემი საყვარელი სიმღერაა დაბიდობი. ეს სიმღერა არის ასე დაბიდობი. მეტი გაგრძელება არ აქვს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავაჩენდი პრინცესას კაბას. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. ნიტა რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ნიტა დამარქვა რომ ერთმა და დამომწონს ეს სახელი. მაგრამ ნიტა რომ არ მერქვას მერქმეოდა ხატია. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეც კითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად ჩემი ოცნების საჩუქარია საპრანჭაო საღებავები. ბედნიერება არის ლეკვი, კატა და ჩემი ლამაზი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.